მე ვკითხე ხელოვნურ ინტელექტს მამაკაცებს. სანამ ამ გადაცემას მოვამზადებდით, რომ გაქვს თუ არა სული მეთქი. ტვინი მუშაობს, მაგრამ გონება არ აქვს. მე თავიდან ცოტა სიმართლე რო გითხრათ, შიში მქონდა. აბსოლუტურად ყველაფერი ერთ წამში შეიძლება გათიშოს და დიდი კრიზისი გამოიწვიოს. რატომ არ შეიძლება მასზე გადმოდიოდეს ღვთის მადლი? ჩვენი გონება რითი უნდა იყოს ნასაზრდოები? უნდა იყოს საღვთო აზრებით ნასაზრდოები. ხო, მაგრამ ვიღაცას საერთოდ არ წამს ღმერთის და მაშინ აი რა განსხვავებაა? არც გონება, არც სიბრძნე, არც რჩევა არაფერში არ არგია ადამიანს თუ ის ღვთის საწინააღმდეგოა. ანუ მორალიც არა აქვს ხელოვნურ ინტელექტს, აქედან გამომდინარე, რომ თქვათ ეს გონიერება არ გააჩნია და პრინციპში სული არ აქვს. იცით რა, მორალური საკითხების შესახებ ჩვენ მას რასაც ვასწავლით, ისე ისწავლის ხელოვნური ინტელექტიც. სადამდე შეუძლია ადამიანს გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი? კერპად არ უნდა ექცეს მას ეს. გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 13 წიდან იწყება. მე მისი წამყვანი მარიამ კაბედავა ვარ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვეცდებით გავაანალიზოთ, რას ნიშნავს ხელოვნური ინტელექტი და სადამდე შეუძლია ადამიანს დაუჯეროს მას. მოგესალმებით, მამა კახაბერ. მოგესალმებით თქვენ და ჩვენს ძვირფას მაყურებელს. მამა კახაბერ, თანამედროვე სამყარო დაატყვევა ხელოვნურმა ინტელექტმა, არ მოვერიდები და ვიტყვი ასე. მე თავიდან ცოტა სიმართლე რო გითხრათ, შიში მქონდა ხელოვნური ინტელექტის მისამართით, თუმცა ჩამithრია პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ რომ გავაანალიზე, რომ სწრაფად ვახერხებ მისი საშუალებით რაღაცეების ანალიზს. გულისხმობ აი ინფორმაციას სწრაფად მიგროვებს და შემდეგ რომ ეს ყველაფერი გავაანალიზო. თუმცა მაინც მრჩება შიში ხელოვნური ინტელექტის მისამართით და მოდით სანამ თვითონ აი ამ რაღაცა მოწყობილობაზე დავიწყებთ საუბარს, გავაანალიზოთ, რას ნიშნავს ზოგადად ინტელექტი და რას ნიშნავს ადამიანის გონება, რომელიც გულისხმობს მის ინტელექტსაც. დიახ, ვფიქრობ, რომ ნამდვილად აქტუალური თემა არის ეს ხელოვნური ინტელექტი, გახლავთ ჩვენი უახლოესი მომავალი, შეიძლება ესე ითქვას და უკვე ისე არის შემოსული, რომ ამით სარგებლობენ ადამიანები ძალიან აქტიურად, მათ შორის არა მხოლოდ რაღაცა სამეცნიერო წრეებში არის ეს ცნობილი ამბავი, რომ რაღაცა მეცნიერმა შეიძლება გამოიყენოს და სამეცნიერო წრეები მშენებლონ, არამედ ჩვეულებრივი მოკვლევები, რომლებიცაც შეიძლება საერთოდ არ სჭირდებოდეთ რაღაცა ან სტატიის გამოქვეყნება, ან მოხსენების მომზადება, ან მსგავსი რამ თემა, მაგრამ მიუხედავად ამისა კითხვებს უსვამენ ხელოვნურ ინტელექტს და მისგან ღებულობენ რაღაცა გარკვეულ პასუხებს. ჩვენ სანამ კონკრეტულად გადავიდოდეთ ამ თემაზე, რომ ვთქვათ, ეკლესია როგორ უყურებს ამ ყველაფერს, მოდით ჯერ ვთქვათ, რა არის ხელოვნური ინტელექტი კი არა, თვითონ ადამიანი როგორ არის აგებული, ამის შესახებ ვთქვათ და მისი მოწყობა როგორ არის, იგივე გონება თქვენ რომელიც ახსენეთ, ტვინი როგორ მუშაობს, ეს ალბათ უპრიანი არის ეს იცოდეს ადამიანმა ის სანამ ხელოვნურ ინტელექტთან მივა. თუმცა კი აქვე ვიტყვი, რომ ნებისმიერი შემოქმედება რაც ადამიანმა გამოიგონა, მათ შორის ყავარჯენი. იმიტომ რომ ფეხით სიარული აღარ შეეძლო თქვა დაზიანებული ფეხის გამო, ეს ყავარჯენი ხელოვნური ინტელექტია. ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია ამ თანმიმდევრობით თუ გავყვებით, ესეც ვთქვათ, რომ აი მაგალითისთვის გამოიგონა მე ყავარჯენზე უკეთესი, რომ სავარძელში ჩაჯდა და ეს სავარძელი მოძრაობს, ბორბელები აქვს. ბორბალი რომ გამოიგონა, შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს ხელოვნური ინტელექტია. იმიტომ რომ ამ ბორბალის გამოგონებას ძალიან დიდი ცივილიზაციის რაღაცა დაძვრა მოყვა ადამიანში, რომ რაღაცა დიდი ცვლილებები მოხდა. მაგრამ ამ ბორბლით შეიძლება ადამიანი გაჭყლიტო და ამ ბორბლით შეიძლება ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთო, რომ თქვათ დაჩქარებული წესით გადაიყვანო გაჭირვებული ადამიანი ერთი წერტილიდან მეორემდე, სადაც მას უშველიან, როდესაც შენ ვერ შველის. ხელოვნური ინტელექტია, მინდა გითხრათ, მანქანა, თვითმფრინავი, რომელიც შეიძლება ბომბის ჩამოსაგდებათაც გამოიყენო და შეიძლება ადამიანის დასახმარებლათაც გამოიყენო. ხელოვნური ინტელექტი იყო, როდესაც მოიგონეს დამწერლობა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ეს უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ. როდესაც მოიგონეს დამწერლობა, ამისი წინააღმდეგი იყვნენ გარკვეული მაშინდელები, იმიტომ რომ დამწერლობით გამოდიოდა, რომ რაღაცას იწერდა და ადამიანის მეხსიერება საჭირო აღარ მაგრამ ნახეთ ახლა როგორ აუცილებლობას წარმოადგენს ეს დამწერლობა, იმიტომ რომ ჩემი ტვინი რაღაცა მეხსიერების გარკვეულ საცავს შეიძლება ფლობდეს, მაგრამ რაღაცა აღემატება მას. ამიტომაც მე თუ ჩავიწერ იმას, რასაც ვერ ვიმახსოვრებ, ეს ხომ მე ძალიან მეხმარება. და არა მარტო მე მეხმარება. შეიძლება 1000 წლის შემდეგ ეს ჩემი ჩანაწერები გამოადგეს კაცობრიობას, ან ისტორია გაიგონ უბრალოდ როგორ ცხოვრობდით და რას ვაკეთებდით. ეს ხელოვნური ინტელექტი იყო, რა თქმა უნდა, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო კარგად, სწორად და კეთილად და გამოყენებულიყო ამის საპირისპიროდ. შესაბამისად, თუ კი ამ კითხვას ეხლა ვინმე დასვავს, სანამ გადავიდოდე ადამიანის მოწყობაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი სასარგებლოა თუ საზიანოა, მე გეტყვით, რომ ერთდროულად სასარგებლოც არის და საზიანოც. აუცილებლად ასე არის ეს, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა ის გამოიყენოს ძალიან კარგი მიმართულებით, განვითარებისთვის, განათლებისთვის, ურთიერთდახმარებისთვის და ასე შემდგომ და გამოიყენოს საზიანოდაც, რომ რაღაცა შეიძლება ააფეთქებინოს, ნახევარი ქალაქი გაათიშინოს. ეხლა ხო წარმოგიდგენიათ, რომ კომპიუტერული მართვით არის უკვე ყველაფერი აბსოლუტურად შუქი, წყალი, რაც კი შეიძლება თანამედროვე ქალაქი მარაგდებოდეს, აბსოლუტურად ყველაფერი ერთ წამში შეიძლება გაათიშოს და დიდი კრიზისი გამოიწვიოს. თქვენ უფრო გლობალურად დამანახეთ ახლა ეს საკითხი. მე ვფიქრობდი ხოლმე რომ ვიღაცას რაღაცა გაუყალბოს, წყალბი ვიდეო შექმნა, საუბარი შექმნა, მაგრამ თქვენ ახლა ისე გლობალურად დამანახეთ. ეს ძალიან პატარა ამბავია. ეს ძალიან პატარა ამბავია, იმიტომ რომ ვიღაცას შეიძლება ახლა თქვა ჩემი გამოსახულება გამოიყენოს და ტუჩების მოძრაობა გამოიყენოს, თუმცა კი ტექსტი სხვა ათქმევინოს იგივე ჩემი ხმით და სანამ ამას მე ექსპერტზე დავამტკიცებ და წავიღებ რომ არ ვარ ბატონო მე და მე არ ვლაპარაკობ, შეიძლება ამ რაღაცა გარკვეულ, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლები პრობლემა იქნება, რაღაცას დამაბრალებენ და ნუ ახლა საზოგადოება ამას დაიჯერებს თუ არ დაიჯერებს, კიდე რაღაცნაირად შეიძლება ღვთის წინაშე მე ამაზე პასუხს არ ვაგებდე, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ ესე გლობალური მასშტაბით, რომ მე თუ შევძელი ის, რომ ამ ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შევაღწიე რაღაცა იმში და სივრცეებში, საიდანაც რაღაცების გათიშვა შემიძლია, რაღაცის აფეთქება შემიძლია, რაღაცის წყობიდან გამოყვანა შემიძლია, რითიც მე შეიძლება საზოგადოებას ვავნო. ამავდროულად შემიძლია რომ ამ ხელოვნური ინტელექტით თქვა საუკეთესო ინფორმაცია მივაწოდო ჩემს საზოგადოებას და რაღაცნაირად გავაღრმავო მათი ცოდნა და რაღაც ისეთი წიგნებიც ხელმისაწვდომი გავხადო მათთვის, რომელზეც ვერც კი იოცნებებდნენ, იმიტომ რომ უნდა ჩასულიყვნენ ამისთვის სოფლიოს სხვადასხვა კუთხეში რაღაცა ბიბლიოთეკებში უნდა მოეძებნათ და ამოეკექათ ეს წიგნები. ამიტომაც ერთდროულად საზიანოც არის და სასარგებლოც არის. მაგრამ აი ახლა ჩვენ ვილაპარაკოთ ჩვენს თავზე და ჩვენ როგორ უნდა ვხედავდეთ ამას, ჩვენ როგორ უნდა ვიყენებდეთ ყოველივე ამას, ასე ვთქვათ. ადამიანის მოწყობა გახლავთ ასეთი. მას გააჩნია ტვინი, რომელიც ტვინიც არის მატერია. რომელ მატერიასაც ჩვენ საიდან ვიცით, რომ მატერია, მისი შემოწმება შეგვიძლია, გამოკვლევა შეგვიძლია. სხვათა შორის გამოთქმაც არსებობს ასეთი, რომ აი ჩვენ ბავშვობაში ვამბობდით ხოლმე, ვინმე განსაკუთრებულად ნიჭიერი თუ იყო, ვთქვათ, კლასში, ვამბობდით, რომ ტვინიკოსიაო. კი. დღესაც არის ტვინიკოსიაო, მაგრამ ტვინიკოსი ბავშვი და გონიერი ბავშვი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. იმიტომ რომ ტვინიკოსი და გონიერი სხვადასხვა რამეს ნიშნავს. ტვინი მატერიალურია და გონიერება სულიერია. ამის დასამტკიცებლად ძალიან მარტივი რამ შეიძლება ჩვენ ესე იგი მარტივად შეიძლება ახსნათ ეს. ტვინს აქვს ფუნქცია, რომელიც მიხედვითაც ის ნერვული რაღაცა მძაფების მიხედვით თელს სხეულზეა შეერთებული. და ტვინი არის შეიძლება ითქვას გენერალური შტაბი ამ ნერვული სისტემისა. საიდან ვიცი, შეიძლება ადამიანს გონება დაკარგული კონდეს, მაგრამ ჩვენ მის რეაგირებას ხვდებით, რომ თუ კი ტკივილს მივაყენებ, თქვათ, ფეხის წერტილში უკიდურეს რაღაცა შორს ტვინისგან თუ ხელის წერტილში, ჩვენ ვხედავთ რეაქციას, რომ ამ ნერვმა მიიტანა ინფორმაცია ტვინამდე, მერე ტვინმა უკან დააბრუნა ის და ამ ფეხი თქვათ, იქ შეკრთომა იყო თუ რაღაცა იყო, ამით მივხვდი, რომ ტვინი მუშაობს. ტვინი მუშაობს, მაგრამ გონება არ აქვს. და ესე იგი შესაძლებელი ყოფილა რომ ტვინმა იმუშაოს გონების გარეშე. ახლა ვნახოთ პირიქით თუ არის შესაძლებელი. გონებას თუ შეუძლია იმუშაოს ტვინის გარეშე. ესეც შესაძლებელი გახლავთ. და ამიტომაც ვიცით რომ ერთი ხორცია და მეორე სულია. აქედან გამომდინარე ვასკვნე ამას. საიდან ვიცით ეს? იმიტომ რომ ვისაც გვჯერა სულის უკვდავებისა
უკვდავს სულს ჩვენ როგორ შეიძლება ეს მატერიალური ტვინი გავაყოლოთ. მატერიალური ტვინი იმარხება მიწაში გარდაცვლილ ადამიანთან ერთად, ხო მართალია, მაგრამ მისი გონება კვლავ მოქმედებს, როგორც წმინდანი, რომელიც ნებისმიერი წმინდანი ჩვენ დავასახელოთ ახლა შეერაცხულია წმინდანად და ჩვენ გაგვიგია მისი გამოცხადება, მისი თქვათ რაღაცნაირად თუნდაც გამოცხადებაში როგორ ესაუბრება, გონება აქვს და აქედან გამომდინარე ესაუბრება, ხო, გონიერებით რაღაცას მიანიშნებს, ეს გონით ქმედებას მიანიშნებს მისი საუბარი ან მოქმედება ამ შემთხვევაში, რითიც შეიძლება ადამიანის მიმართ მან რაღაცა გარკვეული სწავლება წარმოაჩინა და გამოეცხადა ადამიანს. აქედან გამომდინარე ამ ტვინის გარეშე თურმე გონებასაც შეუძლია მუშაობა. მაგრამ ეს ერთად გვაქვს ჩვენ ადამიანები რომ ვიბადებით, ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი სული და ხორცი ცალ-ცალკე მოვლენა კი არა, ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ. და გონება გახლავთ სწორედ ის მსგავსება ღმერთთან, რომელიც მსგავსებითაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი გაუგებარი ვთქვათ ჩვენთვის გონების მიუწვდომელი ღმერთი, როგორ შეიძლება იყოს თქვათ ადამიანი მისი მსგავსი, როდესაც ვამბობთ, მამისაგან არის შობილი ძე. ჩვენი გონებისგან შობილი აზრები არ არის? რატომ არ უნდა წარმოვიდგინოთ ეს ასე და ამ შობაში რატომ მაინც და მაინც პირდაპირ ის მოგდის თავში როგორც ერთი ადამიანი მეორეს შობს ფიზიკურად? ფიზიოლოგიურად, როგორც გნებავთ ისე დაარქვით ამ საკითხს. ხო, თქვა დედამშვა შვილი და დედამამისგან იშვა თქვა ერთი შვილი. ამ შობას უკავშირებდა, არ უკავშირებთ იმ შობას, რომელიც საერთოდ არ არის მატერიალური. მატერიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩემი გონება შობს აზრებს, რომელი აზრებიც მე შეიძლება გამოვთქვა და აი განხორციელება ხდება ამ ჩემი შობილი აზრისა. თქვათ, რაც ჩემს გონებაში იშვა, ეხლა მე ამას გამოვთქვამ ყველაფერს და განხორციელდა ეს ყველაფერი. რატომ საუბრობ ეხლა ამის შესახებ, რომ ადამიანის ეს მოწყობა უნდა იცოდეს? ჩვენმა საზოგადოებამ და ჩვენმა მსმენელმა და განსაკუთრებით მათ, ვინც უფრო ხშირად, ესე იგი, მიმართავს ამ ხელოვნურ ინტელექტს, რომ ჩვენი გონება რითი უნდა იყოს ნასაზრდოები, უნდა იყოს საღვთო აზრებით ნასაზრდოები. ხო, მაგრამ ვიღაცას საერთოდ არ წამს ღმერთის და მაშინ აი რა განსხვავებაა ეგეთ ადამიანს და ხელოვნურ ინტელექტს შორის, თუ კი გონიერებით და აი ამ ღვთისმადლით არ მოქმედებენ? სოლომონის იგავები 21 თავის მე თუ არ მეშლება 30 მუხლი უნდა იყოს. არც გონება, არც სიბრძნე, არც რჩევა არაფერში არ არგია ადამიანს თუ ის ღვთის საწინააღმდეგოა. პირდაპირ ასეთი სიტყვები წერია. რას ნიშნავს ეს თუ ღვთის საწინააღმდეგო? ჩვენ ახლა ამას არ ვლაპარაკობთ იმისთვის, რომ ვინმეს ვედაოთ და ვეკამათოთ, მაგრამ არის ადამიანი, რომელსაც არ სწამს, არც სულის უკვდავების სწამს, არც ღმერთის არსებობის არ სწამს. შესაბამისად, ის შეიძლება ამას ყველაფერს იყენებდეს ისე სათავისოდ, როგორც ჭირდება და როგორც თქვენ ამბობთ ამას, მაგრამ თუ კი ჩვენ ახლა ამ წუთში ჯერ მორწმუნეებს მიმართავთ და მე არა მორწმუნეებს, ჯერ მაშინ ამათგან უნდა დავიწყოთ, რომ ჩვენი მოწყობა როგორია, იმის მიხედვით უნდა გავაანალიზოთ ეს ყველაფერი. უნდა ვიყოთ ჩვენი გონება უნდა იყოს გამტარი საღვთო აზრების. თუმცა კი დაზიანებულია ცოდვით დაცემის შედეგად ეს ჩვენი გონება. მაგრამ სული მაინც რაღაცნაირად ახერხებს იმას, რომ აი ეს კავშირი თითქოს არ გაწყვიტოს ღმერთთან, როდესაც ადამიანი მორწმუნე. თუმცა კი ეს კავშირი იგრძნობა ხოლმე ყოველთვის ადამიანში. აი მორწმუნე ადამიანი უბედური მე მინახავს. და იცით რა არის მისი პრობლემა, რომ ვერ გრძნობს ამას და არ ცდილობს ამ სულიერი კავშირის აღდგენა. გარეგნობით ყველაფერი თითქოს რაღაცნაირად მოწესრიგებულია. შვილები კარგად ყავს, იქ რაღაცა გოგო გაათხოვა, თუ რაღაც უნივერსიტეტში მოეწყო, მოძღვარი ყავს მშვენიერი, ახსარება თქვა, ეზიარა, მაგრამ უბედურია. დიახ, რაღაცნაირად ვერ განიცდის ამ კავშირს. ეს ამ კავშირის ვერ განცდა, ამ კავშირის რაღაცნაირად დაკარგვა გახლავთ სწორედ ის, რომ შენ გამუდმებული შეგრძნება არ გაქვს, რომ ღმერთი მართავს. აი გონების თავარი თვისება რა არის? წეღან და დავიწყე და ვეღარ გავედი თითქოს ბოლოში, რომ ერთია ვთქვით ტვინი, რომელიც მატერიაა და მეორე გონება, რომელიც თავარი თვისება რა არის? მოდით ამაზე ვილაპარაკოთ და ეს მიემართება ალბათ მორწმუნესაც და უკვე ურწმუნოსაც თუ კი მოგვისმენენ ჩვენ ახლა ამას. გონება რას კარნახობს ადამიანს? კარნახობს სიტყვა მეს. აი მე ვარ, ეს არის გონება. თუმცა კი აქვე უნდა ითქვას, როგორც კი ამას აღმოაჩენს გონება, რომ მე ვარ, იქვე უნდა აღმოაჩინოს, რომ შენ ხარ. და საღვთო ძლიერება სწორედ იმაში უნდა გაცხადდეს ჩემი გონებისა, რომ მე უნდა აღმოვაჩინო ჩემი არსებობა საიდან მოდის. რომ მე ვარ დიდი ასოთი, მე ვარ იწერება თუ შენ ხარ დიდი ასოთი, შენ ხარ უნდა დაიწეროს. იმიტომ რომ მე უნდა
ამ მატერიით შეიცნობა ყველაფერიო, როდესაც წერს პავლე მოციქული რომელთა მიმართ ეპისტოლეში, შეიცნობა ის შემოქმედი, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა, ეს ხო მატერიალური ჩემი ტვინია და ამ ტვინმა უნდა დამეხმაროს ამ ყველაფერში. შეგრძნებებით უნდა დამეხმაროს, მე რაღაცა შემხებლობით უნდა დამეხმაროს და გონება, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს უნდა ასაზრდოებდეს. და როგორ უნდა ასაზრდოებდეს? ნახეთ, როგორც ინსტრუმენტი ამ შემთხვევაში გონება უნდა მიდიოდეს იმ ფიქრისკენ, რომ თუ კი მე ვარ, ჩემს არსებობას რაღაცა საფუძველი უდევს და ვინ დაუდო საფუძველი ამას ყველაფერს? აღმოჩნდება, რომ შენ ხარ და შენში ვარსებობ მე. შენ რომ ინებე, იმიტომ ვარსებობ მე და არა ის, რომ მე მომინდა და ამიტომ ვარსებობ. აი დეკარტის ცნობილი მსჯელობა გახლავთ ეს შუა საუკუნეების ფილოსოფოსი, აქეთ მე მეჩვენეთ 16-17 საუკუნის, რომელმაც აღმოაჩინა და მისი ცნობილი ეს ფორმულირებაა ვაზროვნებ მაშასა და მე ვარსებობ. ომში, გაგანია ომში იყო კაცი, ესე იგი ბრძოლაში ჩართული, სადღაც სანგარში, გათხრილ სანგარში, აღმოაჩინა მან რომ აზროვნებს და თუ ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ. და თუ ვარსებობ, ამ არსებობის წყარო რა არის? ის რომ ვიღაცა მინება. ამიტომაც ეს გახლავთ ის სწორი დამოკიდებულება და ეს გახლავთ ის ძაფი, რომელიც ძაფიც გამუდმებულად ჩვენს გონებაში უნდა იყოს. გაბმული ღმერთსა და ადამიანს შორის. იმიტომ რომ მე თუ აღმოვაჩინე რომ მე ვარ ამ არსებობას, ამ ყოფიერებას, რა საფუძველი უდევს, ვიღაცამ დაუდო საფუძველი და ეს არის ღმერთი. აქედან გამომდინარე, თუ კი ვიტყვი რომ მე რაღაცნაირად ამ ყოფიერებაში მე არასწორად ვიქცევი, იმიტომ რომ ეს ინსტრუმენტი მოშლილია, დაზიანებულია. აი მაგალითისთვის ასეთ რამეს გეტყვით რომ კომპოზიტორმა შეიძლება შესანიშნავი მუსიკა დაწეროს. და შესანიშნავი, თქვათ, ვირტუოზულად შემსრულებელი გიტარისტი აღმოჩნდეს, რომელიც ამ მუსიკას კარგად ასრულებს. მაგრამ თუ კი ამ გიტარას ჩვენ კედელზე შემოვანარცხებთ, როგორ წარმოგიდგენიათ, გადასარევია კომპოზიტორია და შესანიშნავია მუსიკოსი. დაუკრავს თუ არა, გადმოსცემს თუ არა ზუსტად იმ მუსიკას, რომელიც კომპოზიტორმა დაწერა. ვერაფრით ვერ გადმოსცემს, იმიტომ რომ დაზიანდა ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, ცოდვით არის დაზიანებული ჩვენი ეს მდგომარეობა და გამუდმებულად უნდა ისწრაფოდე ადამიანი ამის აღდგენისთვის. იმიტომ რომ დაზიანებულია შენი ტვინი ამ შემთხვევაში. შეგრძნებები, აღქმის უნარი დაზიანებული აქვს ადამიანს. ამ ქვეყნიური რაღაცა შეგრძნებებიც კი. ამიტომაც მიიდრიკება ის, რომ გონება უნდა რომ წარმართოს ტვინმა თავისი მიმართულებით და ჩამოიყვანოს ამ მატერიალურ შეგრძნებებზე და გონება პირიქით უნდა ცდილობდეს რომ ეს ტვინი წარმართოს და აღადგინოს კვლავ ეს გიტარა კი შემოანარცხეს თქვათ კედელზე, მაგრამ შესაძლებელია მისი აღდგენა თუ სწორ ფორმებს მივცემთ და სწორად დაიჭიმება მასზე ის სიმები, რომლითაც მუსიკა ზუსტად ისე შემიძლია გადმოვცე, როგორც კომპოზიტორმა დაწერა. ამიტომაც ამ შემთხვევაში მუსიკოსია ადამიანი და კომპოზიტორია ღმერთი. და ინსტრუმენტი გახლავთ სწორედ ეს გონება, რომელიც მას მიეცა, რომელიც ხატება და მსგავსებადაც შეიძლება აღიქმებოდეს და ეს ინსტრუმენტი უნდა იყოს სწორად მომართული, რომ ის წარმართავდეს ამ შემთხვევაში სწორად მუსიკის გადმოცემას, სწორად ამ ტვინის მართვას, თუნდაც იმპულსების დონეზე. რეფლექსების დონეზეც კი, რომელიც twins აქვს, რომ თქვათ ამ წერტილში რომ დაჭერას უგრძნობ სინამდვილეში, აქ კი არ გრძნობ, აქ გრძნობ ამას, მაგრამ სიგნალი აქედან აქ მოვიდა და უკან დაბრუნდა. twinმა ეს უნდა მიიღოს, რა ფუნქციები აქვს მას, უნდა გადაამუშაოს და უკან უნდა დააბრუნოს, თქვათ, იმ სახით, რომ ან დასაბლოკია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ან დასაბლოკია, ან მოსაშორებელია, ან რაღაცა, ამ ყველაფერს twin ისე მოქმედებს, შენ არც კი გეკითხება, შენს გონებასაც არ ეკითხება. ეს ჩადებულია მაშინ და ეს არის სწორედ ინსტინქტები, რომლითაც იმართება ცხოველი. და აქ არ უნდა ჩამოვიდეს ადამიანი. უпростоრად ეს თავისთავად ხდება მასში და ჩამოსულია როგორ არ უნდა ჩამოვიდეს, გულისხმობ იმას, რომ გონება არ უნდა ჩამოიყვანოს აქამდე და ეს არ უნდა იყოს მისი გონების საზრუნავი და საფიქრალი. ეს არ უნდა იყოს მისი გონებისთვის, თქვათ, რომ ახლა მე ამ საკითხებზე გადმოვიდა ჩემი გონება, კარგი გაგებით მინდა საზოგადოებამ გაიგოს ეს, რომ ჩვენ სხეულზე ზრუნვა განაარგვევალება, მაგრამ გაგებით იმისა, რომ აი ამ სხეულის თქვათ სიამოვნებისთვის ის რომ თქვათ რაღაცა შეგრძნებები მე სიამოვნებას მანიჭებს, გონება აქ არ უნდა ჩამოვიყვანო. ჩემი გონება გამუდმებულად უნდა იყოს შეერთებული იმ წყაროსთან, რომელიც წყაროც ესე იგი კვებავს მას, იმით რომ სწორი მუსიკა დაუკრას და სწორად გამოყენებული იქნას ეს ინსტრუმენტი.
მამაკახაბერ, თქვენ საუბრობთ ახლა ამ გონიერების სწორი მუშაობის პრინციპზე, ასე ვთქვათ. თუ კი აი ამ სწორი მუშაობის პრინციპით ადამიანებმა შექმნეს ხელოვნური ინტელექტი. მაშინ რატომ არ შეიძლება ისიც მუშაობდეს აი ამ სწორი პრინციპით და რატომ არ შეიძლება მასზე გადმოდიოდეს ღვთის მადლი? იცით რა, ღვთის მადლი? ან იქნებ გადმოდის და არ ვიცით, იმიტომ რომ ეს ხო ადამიანის შექმნილია, რომელზეც თავის დროზე გადავიდა ღვთის მადლი. საქმე იმაში გახლავთ, რომ თუ ასეთი გონებით შექმნეს ადამიანებმა რაღაცა. გარკვეული ნივთი ინსტინქტი. მაგალითად, ეხლა აი მობილური ტელეფონი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უდევს უკვე ჯიბეში. ეს მობილური ტელეფონი შექმნილი არის, რომ მოგემსახუროს. მაგრამ ძალიან ხშირად პირიქით რო ხდება თუ ვატყობთ ჩვენ ამას, რომ ჩვენ უფრო ვემსახურებით მას, ვიდრე ის გვემსახურება ჩვენ, იმიტომ რომ მოვლა პატრონობა სჭირდება, იქ გამოდმებული წყარო სჭირდება, რომ უნდა დატენო, იქ რაღაცა ქსელში უნდა გქონდეს ჩართული, თორე ისე გინდქონია ეს მობილური და თუ ქსელში არ ხარ ჩართული და თუ ამ ინფორმაციებს არ სჭირდება იმ წუთში იქ არ ხსნი. ამიტომ ის რო ქსელში უნდა იყოს ჩართული, ის რომ რაღაცა თუ შესწივ და შეიძლება კარგად ვერ იმუშაოს ყინვაში და ასე შემდგომ შენც გარკვეულწილად მისი მსახური ხარ, მაგრამ არ უნდა გახდე მისი მსახური პირდაპირ გაგებით, რომ ეს ამის მონა არ უნდა იქცე. ის უნდა იყოს შენი მსახური, ის უნდა გემსახურებოდეს და ამას წარმართავს სწორედ გონება. კეთილმა გონებამ შეიძლება შექმნა ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ გამოყენება ამ ინტელექტისა მინდობილია უკვე ძალიან ბევრ ადამიანზე. აი უკვე იქ ეს ადამიანები, თქვა და საზოგადოება როგორ გამოიყენებს ამის შესახებ არის ლაპარაკი. რაც შეეხება საღვთო მადლი გადამოდის აბსოლუტურად ყველგან და ყველაფერზე. ასე შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ქვაზეც, ხეზეც და ცხოველზეც და ფრინველზეც და ადამიანზეც საღვთო მადლით არის გაჯერებული, რა თქმა უნდა, მთელი სამყარო. მაგრამ ამ საღვთო მადლის მიმღეობაზეა ლაპარაკი, რომ შენ გონიერი ადამიანი ამ საღვთო მადლის მიმღებელი ხარ. ისინი ამის მიმღებელნი კი არ არიან, უბრალოდ სულდგმულობენ, მაგალითად ცხოველი და ფრინველი რაღაცნაირად, როგორც ფსალმოში წერია, გაშლი ხელს და ვთქვათ, იქ რაღაც შენი ხელგაშლილობა ამ კუთხით არაპირდაპირ მნიშვნელობით ნიშნავს იმას, რომ სუნთქავს მთელი სამყარო, თქვათ იქ თუ შეკუმშავ ხელს ვეღარ ისუნთქებს სამყარო. აქედან გამომდინარე, საღვთო მადლი როგორ შეიძლება გარდამოდიოდეს რაღაცა უსულო სხეულზე. მას ხომ სული არ გააჩნია. ჩვენ რაზეც ვილაპარაკეთ, მას აქვს ტვინი. სხვათა შორის მე ვკითხე ხელოვნურ ინტელექტს მამაკახაბერ. სანამ ამ გადაცემას მოვამზადებდით, რომ გაქვს თუ არა სული მეთქი და სიმართლე გითხრა, არ ვიციო ეს რთული შეკითხვა, აი ზუსტად ესე მიპასუხა. და სამსჯელოა და მე უკვე მოყავს სხვადასხვა მოსაზრებები, თქვათ, ფილოსოფოსები რას ამბობდნენ სულზე, თეოლოგები როგორ განიხილავენ სულს და ბოლოს ესე ამთავრებს, რომ იქნებ შეგამიზია, რომ შენი აზრი რას ფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებითო და მე ვეცდები უფრო დაწვრილებით გიპასუხო და ეს გამოდის, რომ ხელოვნური ინტელექტი ისევ ჩვენი მოსაზრებებით იკვებება და აგროვებს იმ დაგროვილ ცოდნას რეალურად, რაც ადამიანებში არსებობდა. უბრალოდ სწრაფი საძიებო სისტემა არის, შეიძლება ითქვას. მისი მუშაობის პრინციპი სწორედ ეს არის, რომ ჩვენგან იკვებება. მე რომ კითხვა დავუსვი, თუ არ იცის მან ამ კითხვაზე პასუხი, მე მეკითხება აქეთ, რომ როგორ არის და ან შეიძლება სხვას ეკითხებოდეს და ვისგანაც მიიღებს პასუხს, მე ამით იკვებება. ოღონდ რა თქმა უნდა, ეხა ეს ცოტა მე ძალიან უბრალოენით ხსნი და რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ანუ ადამიანის ტვინს ბევრად აღემატება ხელოვნური ინტელექტის ტვინი. რა თუნდა ამას მტკიცება, მაგალითად, ეხლა აღარ არსებობს უკვე მსოფლიო ჩემპიონატი ჭადრაკში, კი არა და ჩემპიონი ჭადრაკში, რომელსაც კომპიუტერი ვერ დაამარცხებს, იმიტომ რომ კომპიუტერმა შეიძლება თუ რამე ისტორია არსებობს ჭადრაკისა და სვლა არსებობს, აბსოლუტურად ყველა ვარიანტი კონდეს მას განხილული და აი მოჭადრაკეს ეს არ შეუძლია. იმიტომ რომ ვერ დაიტევს მისი გონება ამდენს. ამიტომაც ხელოვნურ ინტელექტს ჩვენ რატო ვთქვით ადამიანისა და ამ ხელოვნურ ინტელექტს შორის სხვაობა რა არის, რომ მე მაქვს ტვინი, მაგრამ ამავდროულად მაქვს გონება. და ამ ხელოვნურ ინტელექტს აქვს ტვინი, მაგრამ არ აქვს გონება. რას გულისხმობ ახლა ამაში? იცით რომ ამ ტვინში გროვდება ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომელსაც მე ვერ დავიტევ. შეიძლება ისეთი რამ გახდა, ყველა ენას ვერ ვისწავლი ხომ სოფლიოს, მან შეიძლება ყველა ენა იცოდეს, იმიტომ რომ მთელი ლექსიკონი აბსოლუტურად ყველა ენაზე რა ლექსიკონიც გამოცემულა, სულ ყველა ენა მან დაიტიოს მეხსიერებითად, რაც ადამიანის მხრივ შეუძლებელია. ის შეკითხვები თქვათ, რომელიც ჩვენ შეიძლება გვაწუხებდეს, ამაზე პასუხები ყველაფერი დაიტიოს და მე ამას ვერ დავიტევ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. შესაბამისად მისი ტვინი ბევრად უფრო აღემატება ადამიანის ტვინს.
მაგრამ მას არ აქვს გონება, რაზეც ვლაპარაკობდით წეგან, აი საფრთხო მადლი, რომლითაც ჩემი გონება უნდა იკვებებოდეს და ტვინს უნდა მართავდეს. აი ეს მაქვს მე და ამას როგორ გამოიყენებს საზოგადოება, ამის მიხედვით არის ხელოვნური ინტელექტი ან ძალიან საშიში, ან ძალიან სასარგებლო. თორემ ის რომ მას ან სული აქვს, ან რაღაცნაირად იქ ხა მოაზროვნე ის ზის და რაღაცა ანუ მორალიც არა აქვს ხელოვნურ ინტელექტს, აქედან გამომდინარე, რომ თქვათ ეს გონიერება არ გააჩნია და ნუ პრინციპში სული არა აქვს. იცით რა, მორალური საკითხების შესახებ ჩვენ მას რასაც ვასწავლით, ისე ისწავლის ხელოვნური ინტელექტიც. გულისხმობ რას? აი მაგალითად შეგვიძლია რომ ხელოვნური ინტელექტი დავნიშნოთ მოსამართლედ. და აბსოლუტურად ყველა კანონს ის დაიზეპირებს, რომელი კანონიც უნდა იცოდეს და ამ კანონის მიხედვით თქვენს ბრალდებას განიხილავს. მაგრამ ის ვერაფრით ვერ გაითვალისწინებს იმ ნიუანსებს, რომელი ნიუანსის მიხედვითაც მე შეიძლება ადამიანის დასჯა საერთოდ გავაუქმო. იმიტომ რომ რაღაცა გამოუვალი მდგომარეობის გამო მოხდა ის, რაც მოხდა. თუმცა კი აი სულ ეხლა ხან რაღაცა ის გავრცელდა რომ ვიღაცამ მანქანა გააჩერა ისეთ ცუდ ადგილას, იმიტომ რომ თურმე ბავშვი ყავდა ცუდად და აფთიაქში შევარდა. ამ დროს მოვიდა პოლიცია და უწევს მას ჯარიმას. და აღმოაჩინეს მერე რომ კი დარღვევა ჩაიდინა მან მანქანა არასწორ ადგილას გააჩერა, მაგრამ მერე აღმოჩნდა რომ თურმე ბავშვი ყოფილა ცუდად და სასწრაფოდ იყო ის შესასვლელი. ამიტომ რა თქმა უნდა ეს ჯარიმა აღარ დაიწერა და არც უნდა დაწერილიყო. მაგრამ ხელოვნური ინტელექტი ამას გაითვალისწინებს თუ ვერ გაითვალისწინებს. აი ამის შესახებ არის ლაპარაკი, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა იცის, რომ არასწორი პარკირების გამო დასაწერია ჯარიმა, მაგრამ იმას რა უძღოდა წინ, რა ნიუანსი, რომ იქ ბავშვი იყო ცუდად. ამას ვერაფრით ვერ გაითვალისწინებს ის. იქ შეიძლება უფრო მძიმე დანაშაულებებზე იყოს ლაპარაკი, რომელსაც ვერ გაითვალისწინებს, იმიტომ რომ მას არ აქვს გონება. და შესაბამისად, კანონების ცოდნა არ ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეა. არც ის, რომ ბევრი წიგნი აქვს მას წაკითხული, საერთოდ არ ნიშნავს ის, რომ ის მოაზროვნეა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია მოგაწოდოს ინფორმაცია. ესეთივეა თვითონ წიგნიც მინდა გითხრათ. თვითონ წიგნი ხომ არ შეიძლება აზროვნებდეს. რომელი ფილოსოფიური წიგნიც არ უნდა აიღოთ, ეხლა ის ხო არ ნიშნავს იმას, რომ ფილოსოფოსია თვითონ წიგნი. მე უბრალოდ კითხულობ იმ ფილოსოფოსების ნააზრევს, რომლებმაც ეს ჩაწერეს. რომ მე თვითონ გავაკეთო ანალიზი. რა თქმა უნდა, ანალიზი ყველა შემთხვევაში შენი გასაკეთებელია და ამას აკეთებს არა შენი ტვინი, არამედ აკეთებს ამას შენი გონება. იმიტომ რომ ტვინს სხვა ფუნქციას ტვინი არის მატერიალური, ისევე როგორც ხელოვნური ინტელექტი არის ამ შემთხვევაში მატერია და გონება არის ის სულიერი მოვლენა, ის სულია შეიძლება ითქვა და სულის თვისება, რომლის მიხედვითაც ის უნდა განსაზღვროვდეს, რომ ეხლა თუ მე მოსამართლედ ამირჩიეს, კანონის მიხედვით კი არ მსჯელობ, ხოლოდ რომ კანონის მიხედვით ეს დარღვევა, იქ მსჯელობ, რომ ეს კანონი რატო დაარღვია ამ ადამიანმა? მაინტერესებს ეს საკითხი, რატო დაარღვია? იქნება და ისეთი მიზეზი ქონდა, რომ ამ კანონის დარღვევით მას ჯილდო ეკუთვნის და არა სასჯელი. ასეთიც არსებობს. მამა კახაბერ ჩვენი დრო ძალიან ჩქარა გავიდა და მინდა რომ აი ბოლოსკენ ეს შეკითხვაც დავსვა. სადამდე შეუძლია ადამიანს გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი და აი როგორია თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით? მე ვფიქრობ ასეთი. და რაიმე ბერკეტი თუ არსებობს ისეთი, რომ თვითონ დაუდოს სხვარი, სადამდე აღარ შეტოპოს, იმიტომ რომ ვიცით, რამდენიმე ქვეყანაში თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანა ადამიანები მოზარდებს გულისხმობ და ამ მხრივ ძალიან მოწყვლადია მათი გონება, შეიძლება რაღაც გამოცდილება არ ქონდეთ შესაბამისი და ისეთი რაღაც ურჩიოს ხელოვნურმა ინტელექტმა, რომელსაც უკვე აი როგორც მეგობარს ისე ელაპარაკებიან და ალბათ შემდეგ სხვა გადაცემებში ამ პრობლემაზეც უნდა ვისაუბროთ, რამდენად უდგათ ადამიანებს მეგობრობის პრობლემა და ვთქვათ, რამდენად აქვთ ეს მარტოობის შეგრძნება. თუმცა ეს სხვა თემაა და თქვენ მითხარით, თქვენი დამოკიდებულება როგორია, სად გადის ზღვარი და სად უნდა გაჩერდეს ადამიანი, რომ აღარ შეტოპოს ხელოვნური ინტელექტის რჩევებში. აი, სწორედ ამ ზღვარზე გარკვეულწილად ვთქვით, მაგრამ ეხლა პირდაპირ უნდა მივანიშნოთ, რომ ადამიანი გამუდმებით უნდა ამოწმებდეს საკუთარ თავს. იგივე ვთქვათ, აი ტელეფონთან მიმართებაში, რომ ტელეფონია მისი მსახური თუ თვითონ არის ამ ტელეფონის მსახური. აი, სწორედ ამ კუთხით უნდა შეხედოს მან ნებისმიერ ამ საკითხს, რომელიც შეიძლება ხელოვნურ ინტელექტს ეხებოდეს, კომპიუტერს ეხებოდეს, მანქანას თუ ნებისმიერ ნივთს ამ ქვეყნიურს, აბსოლუტურად ყველაფერს ესე უნდა უყურებდეს ის, იმიტომ რომ რაღაცა ზღვარი უნდა იყოს დადებული და კერპად არ უნდა ექცეს მას ეს. ანუ ავტორიტეტი მისთვის ის კი არ უნდა იყოს, თქვათ, ხელოვნური ინტელექტი და ამაზე მაგარი არავინ, ამაზე მაგარი არსებობს ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის, რა გითხრათ, მესამედი კი არა და საერთოდ
აი რა გითხრათ, მიახლოებითაც იმდენის ვერ დაიტევს, რაც შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა თავის მეხსიერებაში დაიტოვოს, მაგრამ ადამიანი ყველა შემთხვევაში უფრო ძვირფასია ვიდრე ხელოვნური ინტელექტი. შესაბამისად, თუ კი მან ასე არ შეხედა ამ ყოველივეს, ასე არ შეამოწმა თავისი თავი და მხოლოდ რაღაცა ამ ეგოისტური იმითი იყო, რომ მე ასე მსურს და ახლა ამას გავაკეთებ და ახლა ხელოვნური ინტელექტს ასე გამოვიყენებ და მხოლოდ სათავისოდ ფიქრობს ამას ყველაფერს, აუცილებლად შევა რაღაცა იმ დაბნეულობაში, რომლის მიხედვითაც მისთვის დამღუპელი აღმოჩნდება ეს ხელოვნური ინტელექტი. ანუ გახდება იმ ტვინზე დამოკიდებული, რომელიც მატერიაა. და მატერიის მეც ვერაფერს ვერ მიიღებს. ამიტომ გონებამ უნდა მართოს ეს ყველაფერი და გონება არ უნდა დაემონოს ამას. გონება უნდა იყოს, აი როგორც შეერთება სჭირდება ჩვენს ტელეფონებს და იგივე იმ ხელოვნურ ინტელექტს თუ წყაროში არ შეაერთე, ისე ვერ მიიღებ, ხო მართალია? ხელოვნურ ინტელექტს ეხლა შავ-თეთრ ტელევიზორში ხო ვერ ჩართავ, რომელსაც არ აქვს მსგავსი სისტემა. ამას ჭირდება რაღაცა ელექტროენერგიის წყარო საკვებად, ჭირდება ინტერნეტი აუცილებლად. ამის გარეშე ხელოვნური ინტელექტი ვერ მუშაობს. სწორედ ასეთი წყარო ჭირდება შენს გონებას ღმერთთან შეერთებულობა და მისი ზრახვა, მისი ფიქრი. და ფიქრი იმისა, რომ რა არის გონების ფუნქცია, რას აღმოგაჩენინებს გონება. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ. პირველ რიგში აღმოგაჩენინებს იმას, რომ მე ვარსებობ, მაგრამ ჩემი არსებობის საფუძველი ღმერთია. და მე ვარსებობ, იმიტომ რომ შენინებე. მე ვარსებობ, იმიტომ რომ შენ ხარ. და აი ამ ფორმულირების მიხედვით, თუ კი ადამიანი გამუდმებულ კავშირს იგრძნობს ღმერთთან, ამის შემდგომ აღარ შეეშინდება მას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების. მაგრამ თუ კი ეს იქნება დავიწყებული და მისი არსებობა მხოლოდ მისი ეგოისტური მოსაზრებებით იქნება ნასაზრდოები, რომ მე რომ ვარ ამავდროულად თურმე ესენი მჭირდება ახლა აქ და იქ და იქ და ხელოვნური ინტელექტი ამაში დამეხმარება, აუცილებლად შევა რაღაც დიდ შეცდომაში, დაბრკოლებაში და შეიძლება სულის წარწმედამდეც კი მივიდეს. ძალიან დიდი მადლობა. მამა კახაბერ, ღმერთმა ინებოს, რომ ცოდნაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ კუთხით გულისხმობ. მე რომ რაღაცა ბევრი ინფორმაციის დატევაზე მნიშვნელოვანი ის სულიერი სამყარო იყოს, რასაც ღმერთი ადამიანებს გვაძლევს. რა თქმა უნდა, ასე უნდა იყოს და იფიქროს ჩვენმა მაყურებელმა, ვისაც ხმაო მივაწვდინეთ, იფიქროს ამაზე, რომ აი რა არის მისი გონება და რას კარნახობს, რომ მე ვარ პირველ რიგში ამას კარნახობს და შეუძლებელი ამას არ კარნახობდეს გონება. როგორი აშლილი ინსტრუმენტიც არ უნდა იყოს, მაინც ამას კარნახობს, რომ ვარ და ამ არსებობის საფუძველზე იფიქროს. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის.